გამარჯობათ. მეორე ეპიზოდი არის ჩვენი სწავლების და თან დაინახავთ რომ რაღაცა განახლებები გვაქვს მაგიდაზე. Formula 1-ის ზუსტად იდენტური ლოგო და რეალურად Lego და რომელიც აქ ჩანს ჩვენთან ერთად 503 დეტალისგან არის და დაახლოებით 3 საათი დამჭირდა რომ ამეწყო. თუ მოგწოთ მსგავსი Lego-ები თან ორიგინალი და როგორც ხედავთ Gate არის მათი მთავარი სპონსორი Red Bull-ის გუნდის. ძალიან მალე გვექნება მსგავსი Lego-ს გათამაშება, ამიტომ მინიმუმ ეს არის მიზეზი, რატომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ მიიღოთ მსგავსი, მოგეთ ექსკლუზიური შეთავაზებები. ხო, უკანაც განახლებები გვაქვს ძალიან ლამაზი Gate-ის ბალიში გვაქვს და რაც თავარია პირელის ეგეთ წებული კეპი, რომელზეც თუ ჩანს ვიდეოში ცოტა ვიამაყებ, რომ Max-ის ორიგინალი ხელმოწერა და თუ გაინტერესებთ ეგ ფოტო შეგიძლიათ ჩემს Instagram-ზე ნახოთ. იმიტომ რომ ამის საშუალება მომეცა საკმაოდ ვთქვათ რთული მეთოდებით, მაგრამ მაინც მოახერხე. კაი, ჩვენი დღევანდელი მეორე გაკვეთილი შეეხება მეგობრებო ყველაზე რთულ ნაწილს, რომელიც შემთხვევაში ჩდება ხოლმე და ეს არის ვერიფიკაცია მისამართის. პირველი ნაწილი ჩვენ რაც გავიარეთ იყო რომ მოკეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია ჩვენი პირადობით ან პასპორტით ქონდა. შეგიძლიათ მაგ ვიდეოს უყუროთ ცოტა მოგვიანებით. მაგრამ ახლა გადავიდეთ როგორ შეგვიძლია რომ ჩვენი ვერიფიკაცია მისამართის გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია რეალურად Gate-ის პლატფორმაზე და ზოგადად ნებისმიერ პლატფორმაზე ტრეიდინგი და ინვესტიციების დაწყება. მოკეთ მარცხენა მხარეს გვაქვს რომ იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის გავაგრძელოთ და აი აქ ჩანს რომ აუცილებელია მისამართის ვერიფიკაცია. აი ეს მწვანე ღილაკი ხედავთ რომ ეს ჩვენი ვთქვათ პირველი გაკვეთილის ვერიფიკაციის შედეგია რომ გამწვანებულია ძალიან კარგად. კარგი დავაწყოთ ვერიფიკაციას. აქ ჩვენ გვეუბნება რომ უნდა მოვნიშნოთ ის რეგიონი თუ საცხოვრობთ, ამ შემთხვევაში საქართველო და ჩავწეროთ საქართველო. გვაქვს მეორე ღილაკი რაც არის მოკეთ დასახელება ლოკაციის და ქალაქი, თბილისი, მისამართი, შევქოთ შევსება ახლავე შეგვიძლია მოახერხოთ. პრინციპში ეს მქონია მონიშნული, ამიტომ პირდაპირ 38 მიწერია მისამართი. საფოსტო ინდექსი არ არის აუცილებელი, წერია რომ შეგიძლიათ რომ მოკეთ არ შეავსოთ და ვაგზავნით ნებართვაზე. ცოტა ხანი დავალოდებით, რეალურად უკვე გაგზავნილია, ხდება რომ გვეუბნება რომ ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს და ხოლო ამის შემდგომ verified-ის შემდგომ უნდა მოვახერხოთ უკვე verified plus-ის განხორციელება, რომ რეალურად უკვე შეგვეძლოს ორი აქტივების განხორციელება. მოკლედ, როგორც ხედავთ, გაგზავნილი არის ინფორმაცია ჩვენი მისამართის შესახებ და სადღაც აუცილებლად მოგთხოვს პლატფორმა, რომ გაგზავნილი მისამართი დავადასტუროთ ამ მონაწერის სახით, ან თქვენი ეგეთ წებული საბანკო ამონაწერით, ან სხვადასხვა მეთოდოლოგიით. ეს ნაწილი ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია გადავწყვეტ, იმიტომ რომ მანამდე შეგვიძლია რომ სხვა უსაფრთხოების ნაწილი გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ჩვენთვის ტრეიდინგი და ინვესტიციები ამ პლატფორმაზე. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ გვაქვს ძალიან დიდი დაცვის სისტემა, იმის გამო რომ თქვენი ანგარიშები იყოს მაქსიმალურად დაცული უსაფრთხოებისთვის. კარგით, მოკეთ გადავალ უსაფრთხოების ნაწილში, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ რომ დავიწყოთ თუნდაც თანხის შეტანა და განახეთ პრაქტიკაში, აი დიპოზიტს როცა ვაწევით რომ თანხა შევიტანოთ, აქ მაგალითად გვინდა რომ ერთი Gate-დან მეორე Gate-ის ანგარიში ფული გადავიტანოთ. ან P2P ვაჭრობა განახორციელოთ და ნებისმიერი აქტივობა აუცილებლად ამოვარდება რომ უნდა დავაყენოთ ფონდის პაროლი. Fund password ნიშნავს იმას, რომ თქვენი მეორე ეგეწებული უსაფრთხოების ნაწილი პაროლისა უნდა გააქტიუროთ, იმიტომ რომ თქვენი ანგარიში კიდევ უფრო მეტად დაცული იყოს. ეს აქვს Gate-ს ჩაშენებული მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი უსაფრთხოება იყოს ყოველთვის მაქსიმალურად დაცული. მოკეთ უსაფრთხოების გვერდზე ველზე გადავედით, ხედავთ რომ ჩვენი უსაფრთხოება გამწვანებულია, მაგრამ როგორც ხედავთ რეკომენდირებულებიდან არ გვიყენია Passkey და შემდეგ ხედავთ რომ ეს მეც არ მიყენია, იმიტომ რომ ცოტა იყოს ძალიან მოსაბეზრებელია ხოლმე, მაგრამ აუცილებელია და აი ამის გარეშე შეუძლებელია რომ თქვენ გააგრძელოთ რაიმე აქტივობა პლატფორმაზე. კარგით, მოდით დავაყენოთ და setup-ს დავაწვევი და ხედავთ რომ სანამ ამას გავაგრძელებთ, თვითონვე შემახსენე რომ აუცილებელია რომ დავაყენოთ ჩვენი Google-ის აუთენტიფიკატორის პაროლი. ხედავთ როგორი ურთიერთკავშირში არის უსაფრთხოების თემა, ამიტომ Google-ის აუთენტიფიკატორი რა არის? ეს არის ეგეც
დამზადებული პროგრამა, mobile პროგრამა არის, რომელიც შეგიძლიათ რომ დააყენოთ, დაინახეთ თქვენთან ერთად დაუგლავთ და განახეთ თუ როგორ შეგიძლიათ და როგორ გამოიყურება ეს აპლიკაცია და შეგიძლიათ რომ აი ეს აპლიკაცია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ის დახმარებით, ვთქვათ, დაამატოთ და შემდგომ მოკეთ უსაფრთხოების კოდი გადმოიტანოთ. ამ ვიდეოსაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. შევდივართ App Store-ში, აქ შეგვიძლია რომ ჩავწეროთ Google-ის აუთენტიფიკატორი და გადმოვწეროთ ეს აპლიკაცია, როგორც უკვე განახეთ კომპიუტერში. ხო, ამის დაყენება მათ შორის შეგიძლიათ როგორც Google-ის აუთენტიფიკატორი ყენება ყველა სოციალურ პლატფორმაზე, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური დაცვის სისტემა. კარგით, გავაქტიუროთ ახლა ჩვენი აუთენტიფიკატორი და დავაერთოთ ჩვენი მოგეთ Gmail-ი, იმიტომ რომ Gmail-თან კავშირი მარტივი არის. Turn on-ს ვაწევთ უკვე კომპიუტერში, აქ მოგთხოვს რომ უნდა დავასკანეროთ, აი აქ არის მათ შორის მოცემული, შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ iOS და Google-ის Android-ის შემთხვევაში და კოდის დამატება შეგვიძლია მათ შორის უბრალოდ მარტივად QR კოდის გამოყენებით. გავაგრძელოთ, უკვე დასკანერდა ავტომატურად ამოგვივარდა ჩვენი სავერიფიკაციო კოდი. Mail-ზე პირველ რიგში გვეუბნება რომ უნდა მოგვივიდეს კოდი და დავალოდოთ ასევე და მათ შორის Google-ის აუთენტიფიკაციის კოდი, რომელიც 24 წამში ყოველთვის იცვლება. Mail-ზე მოგვივიდა კოდი, ეს კოდი შეგვიძლია რომ გავხსნათ და შევხედოთ რა კოდი არის, ერთჯერადი კოდი არის, რომელიც მუდმივად ცვალებადია და დაახლოებით 45 წამში კიდევ ახალი კოდი მოგვივა. უბრალოდ შევეცდებით რომ ეს კოდი ვნახოთ. და Google-ის აუთენტიფიკატორის კოდი, რომელიც ახალი არის და დავადასტუროთ. წარმატებით დაემატა ჩვენი აუთენტიფიკატორის მოკეთ და ხედავთ რომ უკვე ჩვენი დაცულობის სისტემა უკვე მაღალზე გადავიდა და გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი, რომელიც აუცილებელია რომ დავაყენოთ მათ შორის fund password-ი, სხვა შემთხვევაში უცითხარით ვერ დავიწყებთ ვერც trading-ს და ვერც ინვესტიციებს. ხო, აქ შეგვიძლია რომ განსხვავებული პაროლი დავაყენოთ, იმიტომ რომ განსხვავებული პაროლი, რომელიც არ იქნება მსგავსი ჩვენი ეგრეთ წოდებული სხვა პაროლის, ამიტომ ცოტა განსხვავებული ვერსია იქნება პაროლის და აი კიდევ ერთხელ მოგვივიდა რომ Google-ის აუთენტიფიკატორი გჭირდება ჩვენს ანგარიშისთვის. უკვე როგორც გითხარით, ახლა უკვე შეგიძლიათ მისი გამოყენება მარტივად და რამდენიმე წამში მოხდება მისი დადასტურებაც, კი ბატონო, ჩვენ დავაყენეთ უკვე fund password-ი. უკვე ჩვენი დაცვის მეთოდი უკვე არის strong-ზე, ანუ ძალიან ძლიერზე, არ მიყენია passkey და დანარჩენი პრინციპში ყველაფერი დაყენებული მაქვს. თუ გნებავთ, შეგიძლიათ რომ ისიც დააყენოთ ძალიან მარტივად. მოკეთ, ამ ეტაპზე ეს ნაწილი უკვე მორჩით და შეგვიძლია რომ შემდეგ ვიდეოზე გადავიდეთ უკვე რეალურად თუ როგორ შეგვიძლია და რა სხვაობები არის ამ ღილაკებს შორის, რომ კარგად გავარკვიოთ როგორც trading-ზე, ასევე ინვესტიციებზე. თუ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ. ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერი პრობლემა, რაც გაგიჩნდებათ, აუცილებლად კომენტარების სახით თქვათ გამოგიგზავნოთ და რაც თავარია, ძალიან ბევრი გათამაში გელოდებათ, რასაც ხედავთ ჩემს უკან, Gate-ის გაფორმებას. ეს იმიტომ არის, რადგან Gate და ტრეიდერების hub-ი უკვე დამეგობრდნენ დიდი ხანია, ამიტომ ძალიან ბევრი განახლება მხოლოდ ჩვენს აფილირებულ, ვთქვათ, იუზერებს შეეძლებათ, ამიტომ კოდი, რომელიც მითითებული არის სარეგისტრაციო კოდი, აუცილებლად გამოიყენეთ რეგისტრაციის პერიოდში და რეგისტრაციის ვიდეო კი შეგიძლიათ მონახოთ წინა ვიდეოში. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.